ბევრი რამე ხდება ყველა უნივერსიტეტში ცალ-ცალკე. ქალბატონო გიული, ასევე საუბარია იმაზე ბოლო დღეებში განსაკუთრებით, მანამდეც, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო თქვენი შვილი, საუბრობდნენ იმაზე, რომ თქვენ მილიონები იშოვეთ, როდესაც თქვენი შვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. რა პასუხებია გიული ალასანიას ამაზე? ტყუილი, კიდე მორიგი ტყუილი, მორიგი ტყუილი, რომელი მილიონები ვიშოვე საინტერესოა, საიდან ვიშოვე, საიდან უნდა მეშოვა? საიდან უნდა მეშოვა? ქალბატონო გიული, დღეს თქვენ მილიონერი ხართ თუ არ ხართ? რას ნიშნავს მილიონერი ვარ? მე უკაცრავად. დიახ. საერთოდ ვერ გავიგე რას შეიძლება. ანუ პრეზიდენტობი, რაც თქვენი შვილი გახდა პრეზიდენტი, გახდით თუ არა მილიონერი? ამას გეკითხებით. რაზეც თქვენ ხშირად საუბრობთ? არაფერ შუაში არ არის ჩემი შვილი, არანაირ ჩემ ქონებასთან, ჩემ შულს არანაირი კავშირი არ აქვს, უნდა გითხრათ. მე მაქვს რაღაცა რაც მაქვს, ყველაფერი მაქვს ჩემი წინაპრებისგან, რომლებიც ახლა სამწუხაროდ აღარ არიან ცოცხალი და ერთადერთი რაც მე შევიძინე, ეს არის ბათუმში ერთი ბინა პლაზაზე. დიახ. ერთადერთი რომელსაც წლების მანძილზე ვიხდიდი, აი ეს ერთადერთი ბინა, რომელიც მე შევიძინე. დანარჩენი ყველაფერი რაც არის ჩემი მშობლებისგან და ბებიისგან და ბაბუისგან. ქალბატონო გიული, ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც 1.200.000 მე და ჩემმა მეგობარმა. დიახ. ტექნიკური უნივერსიტეტი არ არის ეგ. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც 2002 წელს მე და ბატონო? ხო, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა იყო თავის დროზე, ეს შენობა, რომელიც თქვენ 1.200.000 შეიძინეთ. არა 1.300.000 პირველი ნაკვეთი. იმიტომ რომ ჩვენ ეს ეტაპებად შევიძინეთ. დიახ, სწორია. და ეს მოხდა, ესე იგი, თანდათან და ჩვენ ყველაფერი შევიძინეთ ბანკის ვალებით შევიძინეთ და შემდეგ შემოვიყვანეთ ამერიკული ბანკი ოპიკი. დიახ. და ძალიან დაგვეხმარა ის ოპიკი. და გავფართოვდით და აღმოჩნდა რომ ეს უნივერსიტეტი არის ძალიან წარმატებული, თქვენ წარმოიდგინეთ. და ესე იგი ბოლო 3 წლის მანძილზე მადრიდის კომისია ვებომეტრიქსი ადგენს ხოლმე რეიტინგებს საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში ჩვენი უნივერსიტეტი არის პირველ ადგილზე უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის ცნობილი. ქალბატონო გიული, საუბრობენ იმას, რომ დაახლოებით 15 მილიონი ღირდა ექსპერტების შეფასებით ის, რაც თქვენ 1.200.000 შეიძინეთ, საუბრობენ იმაზე, რომ პრეზიდენტმა გამოსცა მაშინ ბრძანება, საიდანაც ბატონი ხუროძე გასვავ კითხვას და ასიმიტომ ხართ რომ გვიპასუხოთ ქალბატონო გიული, მოგცემთ საშუალებას. უბრალოდ კითხვა მინდა ჩამოვაყალიბო. ბატონი ხუროძე, რომელიც იყო მანამდე უნივერსიტეტში, კერძო უნივერსიტეტში შემოყვანილი, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომლითაც ჩამოაშორა თქვენ უნივერსიტეტს და სიმბოლურ ფასად 200 ლარად დათმო შემდეგ აქციები და თქვენ ხელში ჩაიგდეთ პოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთი წუთით არა მივყვეთ არა ასე არ იყო მაშინ მივყვეთ ქრონოლოგიურად მე ძალიან მადლობელი ვარ ბატონი რამაზ ხუროძის ბატონი რამაზ ხუროძე ძალიან გვედგა მხარში და ჩვენ არ ვიყავით პირველი ასეთი უნივერსიტეტი რომელიც მან დაარსა მაშინ მას ჰქონდა ასეთი სურვილი რომ დაეარსებია ესეთი კერძო უნივერსიტეტები და ეს იყო ჯიპა ეს იყო კავკასიის ბიზნეს სკოლა მაშინ ეს იყო სოფლის მეურნეობის რაღაც ეხლა მე აღარ მახსოვს ზუსტად რა ერქვა იმ უნივერსიტეტს და ჩვენ ვიყავით უკანასკნელი რომლის დაარსებაშიც ეს ადამიანი დაგვეხმარა და ამიტომ მე სამუდამოდ მისი მადლობელი ვარ ძალიან მაგრამ დანარჩენი ჩვენ თვითონ ვიარეთ ჩვენ მქონდა ნაქირავები ფართობი რომელიც აღარავის აღარ ჭირდებოდა იქ უკვე ეს იყო ყოფილი სამხედრო კათედრის შენობის ერთი სართული პირველად შემდეგ იქიდან გავფართოვდით და მერე უკვე აი იმის გაგრძელებაზე არ ვიცი გახსოვთ თქვენ ეს ტექნიკური უნივერსიტეტის მდებარეობა ესე იგი აი იქ იყო ეს სამხედრო კათედრა გვერდზე იყო რაღაცა ბარაკები სადაც ხაჭოს აკეთებდნენ რაღაცა ჟანგბადის ბალეშები ქონდათ რაღაცა ქონდა და გვერდზე იყო რაღაცა ესე ირიბად რაღაცა დამგრეცი დაუმთავრებელი შენობა აი ის ნაწილი ვიყიდეთ ჩვენ 1.300.000-ად რომელიც სხვათა შორის ძალიან ძვირი იყო იმ ფასებთან შეფარდებით რაც მაშინ იყო
მე ჩავიხედე მაშინ დანარჩენ ფასებში შევადარე და ჩვენ ორჯერ უფრო ძვირი გადავიხადეთ, ვიდრე სხვებს კონად გადახდიდი, უნდა გითხრათ. მე აი ეს ყველაფერი ჩვენ მოგვიწია რომ თავიდან აგვეშენებია, თავიდან გახდა ასაშენებელი. მე პრივატიზაცია რო გავაკეთეთ ამის ყველაფერი ავაშენეთ თავიდან. ის საუბარია რომ თქვენ 15 მილიონი ღირდა, ასეთი განცხადებები კეთდებოდა მაშინ და ახლაც ასეთი განცხადებები და თქვენ 1.300.000 სწორი განცხადებები ბატონო. $900 ღირდა კვადრატული ფართო მაშინ. რანაირად ჟირდა. როგორ გეკადრებათ? ეს არის სიცრუე. მე არ ვიცი თქვენ ვიგეუბნებათ და ყველა ამბობს ქალბატონო გიულის გადაავლეთ. სრული სიცრუე. ერთი წუთით მისმინეთ არაერთხელ იყო ეგ საკითხი შესწავლილი და ვერაფერს ვერავინ ვერ გახდა ყველა დაანება თავი მაგთებას უკვე დიდი ხანია მე მიკვირს თქვენ რატო არ ახართ საქმის კურსი კითხვები უნდა დაგისვათ ქალბატონო გიული როცა შეკითხებს ვთქვათ კითხვები უნდა მინდა რომ თქვენგან გვინდა რომ მივიღოთ კითხვები ჩვენ უბრალოდ რაც არის საზოგადოებაში აზრი ამ კითხვებს გისვამთ პირდაპირ ეთერში და ძალიან კარგი რომ პასუხობთ არ არის სწორი ეს არის სიცრუე ისევე როგორც სიცრუე ეს ბრალდებები ეგრეთ წოდებული ბრალდებები რომელიც ჩემს შულს ამოუყენეს ეს არის ყველაფერი გამოგონილი შეთითხმით ქალბატონო გიული ის როგორ მოხდა აეროპორტის გზატკეცილზე კახეთის გზატკეცილზე უბრალოდ შავი ზღვის უნივერსიტეტის პირდაპირ წესით განმოცემა მე რაცუაში პრორექტორი ყავით ამ უნივერსიტეტში ვიყავი დაქირავებული პრორექტორი მე რა წილი მქონდა იქ თუ მე რაცუაში ვარ არაფერ შუაში არ იყავით თქვენ ასე გადასცემდნენ სხვა უნივერსიტეტებსაც პირდაპირ შესყიდვით მაშინ ადგილებს პირდაპირ შესყიდვით გადასცემდნენ დიახ ძალიან ბევრ რამეს იმიტომ რომ ინტერესი იყო რომ აეროპორტიდან რომ ჩამოდიოდა ადამიანები იქ მდგარიყო კარგი შენობები არ არის ეს გასაგები ეს ქვეყანაზე ზრუნვით იყო გამოწვეული და სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ ის ჩემი კოლეგები შავი ზღვის უნივერსიტეტში სულაც არ იყვნენ დაინტერესებული რომ ამდენი ფული ეხადათ იმიტომ რომ იქ რაღაც განსაკუთრებული პროექტი გაკეთა იმიტომ რომ მოთხოვნა იყო ასეთი რომ უნდა ყველაფერი განსაკუთრებული ყოფილიყო იქ მიგელი დელუკი აი ხიდი რომელმაც ააშენა ის იყო პროექტის ავტორი აი წარმოიდგინეთ იმიტომ რომ მოთხოვნა იყო ეგეთი რომ უნდა ყოფილიყო ძალიან კარგი ქალბატონო მე რა შუაში ვარ იქ